სახელითა მამისათა, და-ძისათა, და სულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელი თემა არის აღსარება. რომელია მძიმე ცოდვები? მეგობრებო, არსებობს მძიმე ცოდვები, რომლებიც ადამიანის სულს განსაკუთრებით საშიშ ჭრილობებს აყენებს. მაგრამ ადამიანმა რა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს, თუ გულწრფელად მოინანიებს, უფალი მიუტევებს, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ნუ დავკარგავთ ცხონების იმედს, თუნდაც ბიწიერების უბსქრულში ჩავვარდეთ. შესაძლებელია ისევ ამოსვლა, გამოსწორება და ცოდვის სრულიად, ესე ვთქვათ, მიტოვება. ყველაზე მძიმე და ერთადერთი მიუტევებელი ცოდვა თვითმკვლელობა, რადგან მას ადამიანი ვეღარ მოინანიებს თვითონ, ხო? და ჩვენ ვიცით, სანამ დრო გვაქვს, აქ სანამ სული არის, სხეულში უნდა მოვინანიოთ და რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება, ვეზიაროთ და აუცილებელი არის, რომ კიდევ ერთხელ რაც შეიძლება ხშირად მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები და ჩავაბაროთ აღსარება და ვეზიაროთ. იმიტომ რომ როდესაც გარდავიცვლებით უკვე სულს, მოდით ასე ვიტყვი მარტივად, სულს არ ექნება ესე ვთქვათ ის ინსტრუმენტი, ანუ სხეული და მას არ ძალუს, რომ ესე იგი მოინანიოს, ხო? და იქ აღსარება ჩააბაროს და სინანული კონდეს. ამიტომ სანამ დრო გვაქვს, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება და ვეზიაროთ. მოვინანიოთ გულწრფელად, გულით და რა თქმა უნდა, აღარ გავიმეოროთ ეს ცოდვები. მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მძიმე ცოდვებზე ვსაუბრობ, აქ არის საუბარი ხო მძიმე ცოდვებზე და ასევე მომაკვდინებელ ცოდვებზე, ხო, თორემ ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები ვართ, სუსტები ვართ და ესე ვთქვათ, ყოველდღიურ ცოდვებს ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღე ჩავდივართ, ხო, ჩვენ არ შეგვიძლია ხომ არ განვიკითხოთ ვინმე, ან ესე იგი რაღაც ისე არ შევხედოთ ადამიანს, ან რაღაც ან განვრისხდეთ, ან ვიჭორაოთ, ან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს იმის აწინდარი, რომ აი მე ხო ადამიანი ვარ, მე სუსტი ვარ და ამიტომ მაქვს უფლება რომ გავიკითხო, ესე იგი ბევრი ვჭამო, ბოდიში და აი გავსკდე და იმდენი ვჭამო, დავლიო იმდენი, რომ ესე იგი დავიწყო ყველაფერი სახლში როგორ უნდა მივიდე და მოკლედ ასაგებია, ხო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ იცით რა არის, აი უფალი როგორ უყურებს ჩვენ გულებს, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი ეს გარეგნული მდგომარეობა, ჩვენ როდესაც ესე იგი მუხმოდრეკით ლოცულობთ, როდესაც მეტანიებს ვაკეთებთ, ხო, რა თქმა უნდა, ეს კარგია და ეს აუცილებელი არის. მაგრამ პირველ რიგში ქრისტე ჩვენს გულებს უყურებს, მეგობრებო, ხო? რა არის აი ესე იგი ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ადამიანის მიმართ, ჩვენ ზრახვები ხო რა გვაქვს, ჩვენ გვაქვს თუ არა გვინდა თუ არა ჩვენ ქრისტე და გვიყვარს თუ არა ჩვენ მოყვასი, ვეხმარებით თუ არა ადამიანებს, თუნდაც მცირედით. აი და თუ ადამიანმა, ხო, ესე იგი დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, ხო, თუ ადამიანმა თვითმკვლელობა შეგნებულად ჩაიდინა, მისთვის წესის აგება პანაში, ესე იგი პანაშის გადახდა, ხო, ეს და წირვაში მოხსენება აღარ შეიძლება. თუმცა არსებობს თვითმკვლელობის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ის ცოდვად არ ითვლება და ესე იგი, ანუ ცოდვად არ ითვლება თვითმკვლელობა სულიერად ავადმყოფს, ნახეთ, როცა ის ვერ აცნობიერებს თავის მოქმედებას, ხო, როდესაც ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს წირავს სხვა ადამიანის გადასარჩენად. აგრეთვე, როდესაც მორწმუნე აშკარას საფრთხის წინაშე თავს იკლავს იმიზნით, რომ საკუთარი სხეული
მოძალადეს შესაბილწად არ ჩაუგდოს. ამგვარი სიკვდილი სათნოებად ითვლება. არსებობს რამდენიმე წმინდანი, მეგობრებო, მაგალითად მოწამე დომნინა და მისი ასული, ესე იგი 4 ოქტომბერს არის ხსენების დღე. ასევე წმინდა მოწამე ეფრასია, ხო, ახლა ხსენება არის 19 იანვარს. წმინდა პელაგია ქალწული, ანტიოქიელი, ხსენება 8 ოქტომბერს, უკაცრავად 8 ოქტომბერს, რომლებმაც აშკარა საფრთხის წინაშე თავი მოიკლეს, რომ მათი სხეულები მტარველებს არ შეებილწათ. წმინდა პელაგიას ღვაწლი შექებულია, ხო, წმინდა ამბროსი მედიოლანელისა და წმინდა იოანე ოქროპირის მიერ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ქმედება არის გამონაკლისი შემთხვევა და არა ზოგადი წესი. რადგან სხვა მრავალი ქალწულმოწამე მტარვალთა მიერ იქნა ნაწამები. მეგობრებო, განსაკუთრებით მძიმე ცოდვებია აგრეთვე ღვთის უარყოფა, სარწმუნოების უარყოფა, კერპთა თაყვანისცემა, ანუ ღმერთის ღვთის გარდა ნებისმიერი არსების ან ქმნილების, როგორც ღმერთის თაყვანისცემა, ხო? მკრეხელობა, ღმერთის სიწმინდის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხო? წმინდა ტაძრების, წმინდა საგნების შეურაცხყოფა, დაზიანება ან მოპარვა, მწვალებლობა და მწვალებლებთან, ან თქვათ სხვა რელიგიის მიმდევრებთან რელიგიური ერთობა, მათ დღესასწაულებში რაიმე სახით მონაწილეობა, ბოროტის სულისთვის სულის მიყიდვა, ხო, სოდომური ცოდვა, ხო, მამათმავლობა, ლესბოსელება და ასე შემდეგ. მკვლელობა, დაუბედებელი ჩვილის მკვლელობა, ხო, აბორტი, სიძვა, მრუშობა, ჩუკენობა, ხო, ჩუკენობა, იგივე ანანიზმი, ხო, ჯადოქრობა, მკითხაობა, ასტროლოგია, სპირიტიზმი, ჯადოს გაკეთება, შელოცვა და სხვა კიდე ასე შემდეგ, ხო, ყაჩაღობა, ქურდობა, ქვრივობლების, გაჭირვებულების დაჩაგვრა, მოტყუებით სხვისი ქონების მითვისება, აზარტული თამაშები, ჯანმრთელობა, ლოთობა და ესე იგი ჯანმრთელობის დაზიანება, ხო, სხვადასხვა ფორმით, ცემა და ასე შემდეგ. ნარკომანია და სხვა ადამიანისთვის, განსაკუთრებით მცირეწლოვანისთვის ცოდვის სწავლება და ამ ესე იგი ამ ცოდვაში ჩაგდება. ცრუ მოძღვრების ან ცოდვების გავრცელება მასობრივი საშუალებებით, ხო, მაგალითად წიგნები, ჟურნალ გაზეთები და ინტერნეტი, ტელევიზიის სცენით და ასე შემდეგ. ნუ ეხლა აღარ ვამბობ პორნოგრაფიის ყურება და ანუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ მეგობრებო, ეს პორნოგრაფია ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, შინაგანად ანგრევს ადამიანს. აი პირდაპირ მნიშვნელობით შინაგანად ანგრევს ადამიანს. და ეს შეიძლება იმ წუთში ვერ დაინახოს ადამიანმა, მაგრამ დამიჯერეთ, მეწმუნეთ რა გავა პერიოდი და ის ყველაფერი ამოტივტივდება. ნუ სამშობლოს ღალატი, რა თქმა უნდა, მშობლების უპატივცემლობა, ცრუ ფიცი, ხო, აღთმის გატეხა, აღთმის დადება საერთოდ არ შეიძლება, ფიცის დადება, ხო, დარღვევა, ნუ წყევლა, საშინელება, გინება, ბილწსიტყვაობა და აღარ ჩამოვთვლი ახლა, ხო? მეგობრებო, ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ ეშმაკი ცდილობს ცოდვა გაამართლოს, ან შეირბილოს, ხო, შეარბილოს მაინც, რომ ამგვარად ადამიანმა ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს მას. აი მაგალითად, ჩვენ ვიცით ხო, მე რა ერთხელ ჩვენ გვითქვამს, რომ ჯერ ეშმაკი ესე იგი გეუბნება, გიჩიჩინებს, რომ მიდი კაცო, სააბარე, მიდი გააკეთე, ჩაიდინე ცოდვა. მიდი, არაფერი არაა ეს, ხო, ეს კაცო, ღმერთი ხო მოსიყვარულე მამა არის, ხო, რა თქმა უნდა, გაპატიებ შენ, აბარა, მიდი, რა უნდა, ხო, მაგას, მაგრამ მერე რომ
ადამიანი მასაც ჩაიდენს ხო ამ საშინელ ამ მომაკვდინებელ ცოდვას, აი მერე უკვე რას გეუბნებათ ნახე, ეს როგორ ჩაიდინე, ეს რა ქენი, ღმერთი ამას არ გაპატიებს და ესე იგი ადამიანი შეიძლება მერე ან სასოწარკვეთილებაში ვარდება, ან ესე იგი მთელი ცხოვრება ისე ნანობს, რომ წინ აღარ იხედება, იყურება და ეს ძალიან ცუდი არის, მეგობრებო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრჯერ მithქვავს მე ვიდეოში სხვადასხვა აქ ვიდეოებში, რომ ჩვენ ვიცით ძალიან ესე იგი მაგალითი, როგორც ნათელი მაგალითია, ხო, იუდა და პეტრესი. იუდამ გაყიდა ხო უფალი, ნახეთ იუდამ ერთხელ გაყიდა, ხო, უღალატა ქრისტე და პეტრემ უფრო ვარესი ცოდვა ჩაიდინა. პეტრემ სამჯერ უღალატა ქრისტე, სამჯერ გაყიდა, სამჯერ უარყო. და ნახეთ რა ხდება, როგორი სურათი არის, როგორ წერია სახარებაში. კი, ესე იგი იუდამ მოინანია, მიუგდო ის 30 ვერცხლი დააგდო და მოინანია, წავიდა და თავი მოიკლა. აბა როგორი მონანიება ეს, ხო თუ თავს მოიკლავ და საწარკვეთილებაში ჩავარდები. და პეტრე გავიდა და ცხარეცრემლები ტიროდა. შემდეგ რაც ნანობდა და ღმერთი უფალი მიუტევა, შეუნდო და შეიწყალა, წარმოიდგინე და მეტიც ის გახდა თავთა მოციქული, წარმოიდგინეთ. აი, ამით უნდა ვიცოდეთ, რომ ამბობ, რომ არანაირი, ესე იგი, არ არსებობს ცოდვა, რომ ისეთი რომ ესე იგი არ არსებობს ცოდვა, რომ ღმერთმა შენ არ გაპატიოს ერთი სიტყვით და მოკლედ კაფიოდ ლაკონურად რომ თქვა. არ არსებობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაცად, არ არსებობს ცოდვა, რომ შენ არ მოგიტევოს ღმერთმა. აი არ არსებობს. აი ახლა რაც კი გაიფიქრეთ თქვენ, აი ისიც მაგასაც თუ ჯვარი წერია, თუ გაკეთებული გაქვთ, ან არა, მოკლედ, ანუ ღმერთი ყველა ცოდვას გაპატიეთ, მეგობრებო. ყველა არ არსებობს, გესმით ისეთი ცოდვა, არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ხოლო სული წმინდის გმობა არ მიეტევება ადამიანს. სული წმინდის გმობაზე ჩვენ საუბრობ არღზე, ამიტომ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ მოკლედ გეტყვით ძალიან, რომ ერთი ჯგუფი მამების ასე გამარტავს, რომ სული წმინდის გმობა, რომელიც არ მიეტევება ადამიანს, ეს არის, რომ ადამიანს დარჩა მოუნანიებელი ცოდვა. ანუ ის ცოდვა, რომელიც აღსარებაში არ მოინანია გულწრფელად და აღსარებაში არ თქვა. არ ეზიარა. და ის ცოდვა ადევს მას. აი ეს ცოდვა არის მიუტევებელი და არავის არ მოგიტევებს. ანუ მოუნანიებელი ცოდვა. და მეორე ეს არის, ესე იგი პირდაპირ კიდე ამბობენ მამები, რომ აი რა არის სული წმინდის გმობა, ეს არის, რომ ესე იგი ადამიანი შეგნებით მიდის აი ცოდვაზე. ანუ რა, ეს იცის, აი შენ იცი, რომ ეს არის, აი ხა ზიხარ შენ და იცი, რომ აი ეს ცოდვა არის, ესე იგი მომაკვდინებელი ცოდვა, რომ ღმერთი ამას არ გაპატიეს, ეს არის საშინელება და შენ მაინც შეგნებით მიდიხარ ამ ცოდვაზე. აი ესეც არის ერთგვარი, ესე ვთქვათ, ესეთი ცოდვა, რომ ღმერთი არ გაპატიებს შენ, ხო? რა თქმა უნდა, ღვთის წინააღმდეგ რომ მიდიხარ ყოველთვის, ესეც არის მომაკვდინებელი, რაც აკეთებდნენ ფარისევლები და მწიგნობრები, სადუკეველები, რომელიც იცოდნენ გარკვეული, ესე იგი, ის ჯგუფი იცოდა, რომ ნამდვილად მესია, მაგრამ მაინც ესე იგი მიდიოდნენ მის წინააღმდეგ. ღირსი იუსტინე პოპოვიჩი ამბობს, ეშმაკზე რომ საუბრობდი, დაუბრუნდეთ, ახლა ნახეთ, რომ ეშმაკი მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ ცოდვა წარმოაჩინოს როგორც აუცილებელი, ხო, ბუნებრივი რამ, რათა საკუთარი თავი გაამართლოს. ანუ ცოდვა, ნახეთ, სატანის ლოგიკაა, ხო? მაკარე ეგვიტელი ამბობს. ცოდვას თავისი ლოგიკა აქვს, თავისი ფილოსოფია, თავისი აპოლოგეტიკა, რომ თავი გაიმართლოს, რომ თავი გამოაჩინოს როგორც აუცილებელი, ხო, ბუნებრივი. ამას აკეთებს ეშმაკი მუდმივად. თუ ადამიანს რომელიმე მძიმე ცოდვა შეემთხვა, ხო, სასწრაფოდ უნდა აღიაროს აღსარების საიდუმლოში. რადგან არავინ იცის, როდის გაიყვანს ღმერთი ამ ქვეყნიდან.
სახარებაში მათ შესახებ ვინც მორწმუნე ყრმებს საცდურს შეამტყოს ხო და გზას აურევს საშინელი ესე იგი სიტყვები წერია ხო რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემთა მომართ მორწმუნეთაი უმჯობეს არს მისა დამო თუ იყიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქეცსა და დაიდგას იგი უსკრუსა ზღვისასა ვაი სოფლისა ამის საცდურთა მათგან რამე თუ უნებლიათსა მომავალ არიან საცდურნი ხოლო ვაი მის კაცისა რომლისაგან მოვიდეს საცდური მათე 18:6-7 ანუ ეს სიტყვები მეგობრებო იმათაც ეხება რომლებიც თავს მორწმუნეებად თვლიან და ესე იგი ამავდროულად ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით თუ სხვა საშუალებით რამენაირ მონაწილეობას იღებენ სრულმოძღვრების ან უზნეობის გავრცელებაში. ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა.